რუსული კანონების მიღება უწყვეტ პროტესტს ვერ შეაჩერებს, ამის შესახებ ის ადამიანები აცხადებენ, ვინც 300 დღეზე მეტია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ. მათი თქმით, მიუხედავად რეპრესიების ახალი ტალღისა, საზოგადოება კვლავ ერთსულოვანი და სოლიდარული იქნება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაშია. ნინი ბალანჩივაძე განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ. ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში დგანან ქვეყნის მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებებს, ამბობენ იმას, რომ მიუხედავად იმ კანონებისა, რომლის გამკაცრებასაც აპირებს ქართული ოცნება, მათი ბრძოლა იქნება უკომპრომისო ბოლომდე, ვიდრე არ შესრულდება მთავარი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას. ასევე დღეს სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები პასუხობენ ქართული ოცნების მორიგ პროპაგანდას Deep State-თან დაკავშირებით. დღეს ოცნებაში კეთდებოდა განცხადებები, რომ თითქოს Deep State-ი აფინანსებდა იმ ადამიანების ჯარიმებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით აჯარიმებდნენ, აკავებდნენ და უშვებდნენ გირაოს სანაცვლოდ. თითოეული მათგანი, რომელიც 321 დღის განმავლობაში დგას რუსთაველის გამზირზე, ეს ადამიანები ამბობენ იმას, რომ ამ თანხას ხშირ შემთხვევაში სწორედ პირად ანგარიშებზე ურიცხავენ მოქალაქეები და სწორედ საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპული კურსის დაცვას და შესაბამისად ეს განცხადებები მათი შეფასებით არის მორიგი, ასე რომ ვთქვათ, პროპაგანდის ნაწილი და ის, რითაც ყვებავენ ამ დროის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს. ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ მიუხედავად ამ თითქოს შიშის მცდელობისა, დაშინების მცდელობისა ქართული ოცნების მხრიდან და პირდაპირ დაანონსებისა, რომ დაკავებების სერია დაიწყება მას შემდგომ, რაც კანონი საბოლოოდ შევა ძალაში. ისინი მაინც არ აპირებენ დანებებას, ამბობენ იმას, რომ რუსთაველის გამზირი კიდევ და არაერთხელ გადაიკეტება და იქ მოქალაქეები ყოველთვის იდგებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. თუ Deep State-ი უხდის ამ ჯარიმებს, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი იხდის ამ ჯარიმებს, რადგან მე მგონია, რომ Deep State-ი ბიძინა ივანიშვილია. Deep State-ი მათგან გავიგე, მე გადავიხადე ჯარიმა, მე დამეხმარა ხალხი, შემოაქვთ 1000-ნაირი კანონი, მაგის მაჩვენებელი არის ის, რომ ხალხს ვერ დააშინებენ ჯერა, რომ ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას და რა უნდა უქნას 800,000 კაცს, რომელმაც მას არ მიცა ხმა. უმცირესობით არიან დღეს ისინი ხელისუფლებაში და ქართველ ხალხს ისინი არ უყვართ. არანაირი Deep State-ი მართლა არ არსებობს და იქ თავიანთ სხვენში მოიკითხონ, რაღაცები ელანდებათ. ფონდების აყადაღების შემდგომ პატიმრების ოჯახის წევრებისათვის და პატიმრებისათვის რეალურად ადრეც გროვდებოდა და ახლაც გროვდება თანხები. ამჟამად უკვე ფონდების აყადაღების შემდგომ აგროვებენ მარიზი ყობახიძის ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, ეგ არის უბრალოდ პროპაგანდა. თითქოს იქ აქციაში ვინც მონაწილეობს, ყველა აგენტებია, ყველა ვიღაცის დავალებებს ასრულებს, შესაბამისად იქ ანაზღაურებები აქვთ, ვიღაცებს თურმე თანხას უხდიან. ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, ტყუილი და ემსახურება მხოლოდ პროპაგანდას. ეს არის აგონია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაიმედო. ნამდვილად აგონია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ნორმალური ადამიანები მართავენ პოლიტიკურ პროცესებს და სათავეში უდგანან როგორც მართველი გუნდი, მათ ასეთი პანიკა და ისტერიკა ნამდვილად არასდროს არ აწუხებთ ხოლმე და შესაბამისად აი ასეთ სისულელეს არ უთმობენ ერთ წამსაც კი არა თუ რაღაც 10 წუთს და ერთ დღეს და ამიტომ გონია, რომ აი ეს ბოლო გაფართხალება გველეშაპი რომ კუდს იქნებს ხოლმე და ასე უნდა რომ მოიქნიოს რუსულმა ოცნებამ ის კუდი, რომელსაც თავად გადაყვება. ოცნების პარლამენტმა დღეს უკვე პირველი მოსმენით განიხილა ეს საკითხი, ხოლო რეპრესიული კანონები უკვე ძალაში შევა კვირის ბოლოდან, ვინაიდან ხვალ პარლამენტი აპირებს, რომ იმჟელოს და დაამტკიცოს მეორე და მესამე მოსმენით. რაც შეეხება გამოხმაურებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს დრაკონული კანონები ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მათ შორის განცხადება გაავრცელა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები და მსგავსი ტიპის კანონები ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესების გატარებას.